ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში დღეს მთავარი სიახლე ის არის, რომ არანაირი სიახლე არ არის. იყო მოლოდინი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფის თბილისში ვიზიტის შემდეგ, ან სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობაში რაღაც ახალი ფაზა დაიწყებოდა. მაგრამ ჯერჯერობით ხედავთ არა გარღვევას, არამედ პაუზას და ეს პაუზა თავისთავად არის პოლიტიკური გზავნილი. ამერიკელებმა საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ მზად არიან კონსტრუქციული, მომავალზე ორიენტირებული ურთიერთობისთვის, ეს ციტატაა. მაგრამ იქვე დააზუსტეს მთავარი პირობა. სტრატეგიული პარტნიორობა ვერ აღდგება მხოლოდ სუფთა ფურცელზე ლაპარაკით. საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები, სტაბილური შიდა პოლიტიკური გარემო, ოპოზიციის ჩართულობის შესაძლებლობა, სამართლიანი ბიზნეს გარემო, სასამართლოზე განსაკუთრებული მინიშნებით და საქართველოს დაცვა მავნე გარე გავლენებისგან. ამ დინამიკის უკეთ გასაგებად განსაკუთრებით საინტერესოა ჯეიმს კარაფანოს ინტერვიუ Independence Avenue მედიასთან. კარაფანო, რომელიც Heritage Foundation-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველია და ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ კონსერვატიულ წრეებში გავლენიან ხმას წარმოადგენს, ძალიან პირდაპირ ამბობს რამდენიმე რამეს. პირველი, ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებას უკან არ გაეკიდება. თუ თბილისის რეალური პარტნიორობა უნდა, მან თავად უნდა დადოს მაგიდაზე კონკრეტული შედეგები. მეორე, ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი არასიმბოლური ჟესტები, არა ლამაზი სიტყვები, არა ქუჩისთვის ან თუნდაც შენობისთვის აქვე საბურთალოზე სახელის დარქმევა, ან ფორმალური კომპლიმენტები. არამედ შედეგი, რა აქვს საქართველოს შესათავაზებელი ამერიკისთვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, შუადერეფნის, შავი ზღვის და რეგიონალური უსაფრთხოების და სტაბილურობის მიმართულებით. და მესამე, ქართულ ოცნებას ვერ ექნება ამერიკასთან პარტნიორობა და პარალელურად ყველაფერი, რასაც სახლში ახლა აკეთებს. თითქოს ვაშინგტონისთვის ეს ყველაფერი უხილავი შეიძლება დარჩეს. კარაფანო პირდაპირ ამბობს, რომ პოლიტიკური რეპრესიების, დისიდენტების დევნისა და მოქალაქეების პროცესიდან გამოთიშვის იგნორირება ამერიკისთვის შეუძლებელია. რადგან ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი პარტნიორი, თუ მის მოქალაქეებს საკუთარი მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობა არ შეუძლიათ. და მეოთხე ბოლო, ეს გზავნილი მხოლოდ ხელისუფლებისთვის არ არის. კარაფანო არც ოპოზიციას პირდება, რომ ამერიკა მის მაგივრად მოაგვარებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პრობლემებს. მისი ლოგიკა მკაცრად პრაგმატულია. ამერიკა არ აირჩევს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არჩევანს არ გააკეთებს. ამერიკა ეძებს პარტნიორს, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს მართვა, შედეგის დადება და დასავლურ უსაფრთხოების არქიტექტურაში სერიოზული როლის შესრულება. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენი კითხვა ასეთია. რას ნიშნავს ეს გზავნილები ვაშინგტონიდან საქართველოსთვის? არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნებისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური კლასისთვის და საზოგადოებისთვის. ამაზე სასაუბროდ სტუდიაშია ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელი გიორგი ლაბაძე, რომელიც მათ შორის კარაფანოს საკმაოდ კარგად იცნობს და შეუძლია უკეთ აგვიხსნას, რა იკითხება ამ ინტერვიუს, ხაზებს შორის, გაფრთხილება, შანსი, ბოლო ფანჯარა და უკვე შეცვლილი მიდგომის ფორმულა საქართველოს მიმართ. გიორგი, მე შეგნებულად შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, კარაფანოს ეს ძირითადი გზავნილები. პირველი კითხვა იმას უკავშირდება, რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვავდეთ ამ ფიგურას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მესენჯერს საქართველოსთვის. დიახ, საგამშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში და ინტერესისთვის. საერთოდ ჯიმ კარაფანო ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაიწყო თავისი კარიერა სხვადასხვა ამერიკის ადმინისტრაციებთან ურთიერთობის მიმართულებით და მისი მთავარი პროფილი არის ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო ურთიერთობები. სხვათა შორის ის გახლავთ ესეთი ცნობილი პროექტი 2025-ის ერთ-ერთი თანაავტორი სახელმწიფო დეპარტამენტის რეფორმირების მიმართულებით და ასე რომ ჩვენ მოგვიხსენება, რომ მემკვიდრეობის ფონდი ანუ Heritage Foundation-ი ერთ სახლთან ძალიან ახლოს არის და მიიჩნევა, რომ მისი რჩევები პირდაპირ მიდის სახელმწიფო დეპარტამენტში. სწორედ ამიტომ იყო ალბათ, რომ როდესაც რუბიოს თან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ აქ კომენტარი გააკეთა, ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოეხმაურა ძალიან ხისტად ამას და დაიწუნა და შენიშვნებიც მისცა ერთგვარად, იმიტომ რომ მათ ეს ერთგვარად რაღაც პიროვნული საკითხიც არის, იმიტომ რომ ამ ხალხს დიდი ხნის ერთმანეთთან კომუნიკაცია და ურთიერთობა აკავშირებს, გულისხმობ ამერიკის ადმინისტრაციას და მემკვიდრეობის ფონდს, შესაბამისად, გასაგებია, რომ არ იქნებოდა მოსაწონი ესეთი გამოხმაურება. შესაბამისად, თავისთავად ცხადია, ცუდი მომენტი ის არის, რომ ჩვენ ბევრი კომენტატორი არ გვყავს ესეთი შეერთებულ შტატებში, მაგრამ ჯიმ კარაფანო რომ ესე საუბრობს და საუბრობს ჩვენზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე კარგი ის არის, რომ მას შეუძლია თუ კი რაიმე კარგი ხდება
იმის შესახებაც საქართველოსთან დაკავშირებით ერთგვარი კარგი სიტყვების თქმა ადმინისტრაციისთვის და მაგრამ როცა ცუდი და მიუღებელი განვითარება აქვს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ესეც არის მისი ერთგვარად კომპეტენციის ერთ-ერთი წყარო. ხა მთლად რუბიოს ანუ კარაფანოზენით რუბიო არ ლაპარაკობს, ეს როდომოდა რუბიოს რაც თქვა იმას დანარჩენსაც მიეყოლებდა, მაგრამ დასკვნა ასეთ შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ კარაფანო არ არის შემთხვევითი კაცი და არც მხოლოდ თავისით ლაპარაკობს, თუმცა მასაც საკმაოდ მძიმე და სერიოზული წონა აქვს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის აი ამ კულუარებში და განსაკუთრებით სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის ფორმირებას. აუცილებლად თავისთავად ცხადია, ეს ადამიანი როცა კომენტარს აკეთებდა, თავიდანვე ამბობდა, რომ ეს ჩემი პიროვნული შეხედულებებია და არ ვსაუბრობ თქვა ადმინისტრაციის სახელით, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა ადამიანი რომელიც აფილირებულია ამ ჯგუფებთან და ადმინისტრაციასთან საუბრობს კონკრეტულ საკითხებს, არ შეიძლება რომ ადმინისტრაციის ხედვაც რადიკალურად განსხვავებული იყოს სულ ცოტა. თუ არ არის ერთ-ერთი თანხმობაში, ხო? გიორგი, ამ გზავნილებიდან, რომელიც ძალიან ისე ხისტად და მკაფიოდ იქნა მოტანილი Independence Media ჯგუფის მიერ, ბევრი რამ ძალიან საინტერესო და შეიძლება ნაწილობრივ სასიამოვნოც იყო, მაგრამ გარკვეული უსიამოვნების გრძნობაც დატოვა, რატო? მათ შორის ჩემნაირ ადამიანებში. იმიტომ რომ საქართველოს ამ თავის დამოუკიდებლობის, მშენებლობის მთელს ამ რამდენიმე დეკადაში ნელ-ნელა მიჩვეული იყო ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურ როლს განსაკუთრებით დემოკრატიული პროცესების წასახალისებლად და მხარდასაჭერად. ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ არა მარტო საქართველოსთან პრეტენზიები ამ მხრივ დასაბუთებულად ისმის, ხო? უბრალოდ ისინი გულწრფელად და ღიად გეუბნებიან, რომ ეს არის ჩვენი ნომერი პრიორიტეტი, მაგრამ ეს არც ის არის, რაზეც ჩვენ შეიძლება თვალი დავხუჭოთ ჩვენი პრიორიტეტების რეალიზაციის დროს. აი ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ამ გზავნილებში, ბოლო ხანებში სახელმწიფო დეპარტამენტიდან? დიახ, გეთანხმებით, რომ ნამდვილად ასე არის, მთავარი ამოცანა არა, ვთქვათ, იგივე ადამიანის უფლებების ნაწილი, მაგრამ ეს მისი თქმითაც იქნება თავისთავად ცოდე ყველა შემთხვევაში იქნება რაღაც დონეზე მნიშვნელოვანი, მაგრამ რატომაც დღეს შეერთებული შტატები ცდილობს რომ საქართველოსთან ურთიერთობა დაამყაროს, მათ შორის რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან უკვე აქვს აქტიური ურთიერთობა, ეს არის ის რომ მას სურს აქტიური განხორციელება შუა კორიდორის საკითხების, მას სურს როგორც რუსეთის ალტერნატიული ენერგოგზების, ისე ალტერნატიული სატრანსპორტო გზების განვითარება და მას სჭირდება საქართველოს მონაწილეობა ამ ყველაფერში. მე რომ მკითხოთ, ეს ჩვენ უფრო გვჭირდება ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებს, იმიტომ რომ ეს კარაფანომას თქვა და არაერთი ადამიანი ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს ალტერნატივა მაინც გაჩნდება, იგივე იქნება ეს ფოთის სპორტის თუ შესაძლოა ნაკრების განვითარების, თუ ჩვენ არ მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე, მაგრამ ეს პირველ რიგში არის ჩვენი საჭიროება, ჩვენი ეკონომიკის განვითარების საჭიროება და თუ ჩვენ ამაში არ დავეხმარებით და პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე არ ავაწყობთ და არ გავხდებით ამ შუა კორიდორის ერთ-ერთი ნაწილი, ამერიკა სხვა გზებს მოძებნის. ის უკვე ეძებს, ნაპოვნი აქვს და დროის საკითხი არის, რომ გადაეწყოს ამ ახლა გზებზე. შესაბამისად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართულმა საზოგადოებამ ხა საბოლოო ჯამში ბერკეტები ხელისუფლების ხელშია, მაგრამ ჩვენ ამაზე იმიტომ ლაპარაკობთ ძალიან ბევრს, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს დღეს რამხელა შესაძლებლობების ფანჯარა არის და რამდენად შეიძლება პარალელები გავავლოთ თქვა 25 წლის წინ არსებულ იმ ფანჯარასთან, რომელსაც შედეგად მოყვა ბაქო-თბილისის ჯეიჰანის ნავთობსადენების მშენებლობა და აი ამ ძველ ნავთობსადენებში მონაწილეობა და მილსადენებში საქართველოს მონაწილეობა. შესაბამისად, დღეს იგივე შანსია და დღეს ამერიკას სურს ბევრი ამბობს, რომ თქვა არ არის შეერთებული შტატების ტრამპის ადმინისტრაცია დღეს მდგომარეობით რუსეთთან აგრესიული, მაგრამ სინამდვილეში დღეს მდგომარეობით შეერთებული შტატები აწყობს რუსეთის ალტერნატიულ მარშრუტებს, როგორც ტრანსპორტის, ისე ენერგოგზების მიმართულებაზე. და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქართული ოცნება ერთგვარად შეშინებულია იმით, რომ ის არ იყოს, მან არ გასწიოს ალტერნატივა რუსეთთან მიმართებაში, რის გამოც ისინი თავს იკავებენ ამ პროექტებში აქტიურ მონაწილეობისგან. ივანიშვილის ამ მხრივ რომ ძალიან მკაფიო არჩევანი აქვს გაკეთებული, ეხლა ის ნათელია. მას თვალწინ ალბათ უდგება, მათ შორის შევარდნაძის მაგალითი. მაგას ვფიქრობდი ახლა. ერთხელ ააფეთქეს და ერთხელ კი ორჯერ ააფეთქეს მაგის გამო და სასწაულებრივად გადარჩა ორივე შემთხვევაში და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ზუსტად ეს. რუსეთისთვის არასასურველი ენერგეტიკული ალტერნატივების აი ამ ჯაჭვში საქართველოს როგორც მნიშვნელოვანი რგოლის იმ პერიოდისთვის შეიძლება ითქვას, რომ აი ძალით შემოტანა და ეს
შევრდნაძის ავტორიტეტის და მათ შორის მაშინ ჰეიდარ ალიევის და თურქეთის მაშტელი პრეზიდენტის საერთო ძალისხმევის ნაწილიც იყო. და შემდეგ ამ ძალისხმევამ შემდეგ პოლიტიკურ თაობებს და ზოგადად შემდეგ თაობებს მოუტანა ნაყოფი, ასე ვთქვა და ჩვენც ამ ვიმკით ახლა აი ამ დადებით შედეგებს აქედან, თუმცა მაშინდელი პოლიტიკური ლიდერების სასიცოცხლო რისკის ფასად. ივანიშვილი რო ამის გამრისკავი არ არის, ხედავთ, ივანიშვილი რისკავს ჩვენით ყველაფერს, ასე ვთქვათ. და აი მაგალითად ჩემი კითხვა რასთან დაკავშირებით მინდა რომ დაგისვათ. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამ კვირაში ვიზიტით ჩადის ბაქოში, შემდეგ ერევანში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები ჩამოდიან სამხრეთ კავკასიაში საქართველოს და თბილისის გამოტოვებით. მოვისმინეთ ბოჭორიშვილის განცხადებები დუბროვნიკში, სადაც მან თქვა, რომ ჩვენი მრავალ ვექტორული პოლიტიკის გამო ვისჯებით და ევროპამ ამიტომ აგვითვალწუნა, მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, რომ თავიანთ გეგმებს განახორციელებენ ამ მიმართულებაზე, თუ კი საქართველო არ იქნება ამის მონაწილე. ამიტომაც აქტიურებენ თავიანთ მუშაობას აზიის მიმართულებით, თურქმენეთი, აგერ ყაზახეთში მოეწერა ხელი, კობახიძეა ჩასული, ტოკაევს სტუმრობს, ალიევთან აქტიურ ურთიერთობებში არიან შესული რისთვის? ჩემი ვარაუდით იმისთვის, რომ მათი მეშვეობით საქართველოს აქტუალიზაციაც მოხდეს ევროპისთვის და ევროპაზე ამხრივ ზეწოლა განხორციელდეს. როგორც ჩანს, ევროპა ამას სხვა თვალით უყურებს და ზუსტად იმ დიდი მოთამაშეების საქმედ მიიჩნევს იმას, რომ საქართველოს იმათმა მიხედონ ამ ინტერესების განსახორციელებლად. არ ვიცი, ბევრ ვერსიაზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ თქვენ როგორ უყურებთ თელს ამ პროცესს? საქართველოს უბრალოდ ივანიშვილის ხელისუფლება როდემდე შეიძლება დარჩეს სრულ აფსაიდში ამ პროცესის შედეგად და საქართველოს ხო არ აღმოჩნდება საბოლოო ჯამში აფსაიდში? პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ ის რომ ევროკავშირის ლიდერები და მათ შორის შეერთებული შტატების ლიდერები, ხო, ეხლა პოლიტიკური ლიდერები არ ჩამოსულან სახელმწიფო დეპარტამენტის კონკრეტული თანამდებობის პირები ჩავიდნენ, ეს სხვა რაღაცა არის. როცა თავს იკავებენ თბილისში ჩამოსვლისგან და მიდიან ბაქოსა და ერევანში, ეს საქართველოს მულტივექტორულ პოლიტიკაზე კი არ მიუთითებს, არამედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ სწორედაც რომ არა ვართ ჩვენ ამ მულტივექტორულ პოლიტიკის ნაწილი და სამწუხაროდ გადართული ვართ ერთი პოლუსისკენ და ეს პოლუსი არის აზია. ჩინეთთან ურთიერთობა და აი ყაზახეთის იმედი გვაქვს ახლა სხვადასხვა მიმართულებაზე, ამაზე კიდე ხაზს გავუსვამ და ეს გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს წარმატებას მიაღწიოს მათ შორის აი ამ კორიდორებში და რატო. საბოლოო ჯამში ეს შუადერეფანი, რომელიც პროცესში არის და ან გახდება საქართველოს ამის აქტიური წევრი ან არა, არის აზიის და ევროპის დამაკავშირებელი და მათ შორის შეერთებული შტატების დამაკავშირებელი ერთმანეთთან. და თუ საქართველოს დარჩა ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც მიუღებელია ყოველგვარად ევროკავშირისთვის განსაკუთრებით, ხო, ეხლა საერთოდ ეს ხალხი ლაპარაკდა იმაზე, რომ ევროკავშირი იშლება და კი, მნიშვნელოვანი კრიზისებია ევროკავშირში, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ევროკავშირი არის 23 ტრილიონიანი ბაზარი საბოლოო ჯამში და ისევე როგორც ჩინეთი და შეერთებული შტატები, ეს ორი სუპერძალა და რუსეთი რო გლოვობს, რომ ევროკავშირის ბაზიდან გამოაგდეს, ეს ხო გასაგებია, მაგრამ ეს ორი სუპერძალა ცდილობს, რომ ევროკავშირის ბაზაზე იყოს წარმოდგენილი. და ცოტა ნაადრევად ჩავაჩოშეთ ჩვენ ესე ვთქვათ ევროკავშირი აი ამ გლობალური პოლიტიკიდან. შესაბამისად, როცა ევროკავშირის მიმართ ესეთი მტრული დამოკიდებულება, ისინი არ დაუჭერენ მხარს, რომ ჩვენ გავხდეთ აი ამ დერეფნის ნაწილი და ამიტომაც არის ის, რომ ისინი იგივე ვინც ბრძანეთ მიჩადის სამხრეთ აზერბაიჯანში, ვენსი და რუბიო ჩავიდნენ სამხრეთ აზერბაიჯანში და არა საქართველოში. შესაბამისად, ამის რისკები თავისთავად ცხადია იზრდება. მე მინდა ხაზი გაუსვა ფოთისპორტში არსებულ ინვესტიციას, რომელიც ამერიკულმა კორპორაციამ განახორციელა და ეს არის აი ამ ყაზახეთის ვიზიტზე, რაც კობახიძე დღეს იყო წარმოდგენილი, ხო? რომ არა ფოთის ტერმინალი და რომ არა ბათუმის ტერმინალი, კობახეთის ყაზახეთში ვიზიტი იქნებოდა არაფრის ფასი. იმიტომ რომ ყაზახეთს საბოლოო ჯამში აინტერესებს საქართველოსში არსებული პორტები. და აი ამ პორტებში ინვესტირებას ყაზახეთი და ჩინეთი არ აპირებს, როგორც ჩანს, ანუ ფიზიკურად და ჯერჯერობით ვერ ხედავთ ჩვენ ამას, ხო? ინვესტირებას აპირებს შეერთებული შტატები. ეს ბოლო კონკრეტული გადაწყვეტილება. ეს ამის მაგალითია, ანუ მეტი მაგალითია გაგვინდა და აპირებდა ევროკავშირი.
რომ არ გქონოდა ესეთი არეული ურთიერთობა ევროკავშირთან. შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა რომ ამ დერეფინის ნაწილი გავხდეთ, მათ შორის თუ გვინდა რომ ჩვენ გქონდეს მულტივექტორული პოლიტიკა და მათ შორის ჩართულები ვიყოთ როგორც ჩინეთთან ურთიერთობაში, ისე ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობაში, ჩვენ გვჭირდება დასავლური ინვესტიციები. ისტორიულად აწროების განმავლობაში საქართველოს განვითარებისთვის ფული დახარჯული აქვს ერთადერთ პოლუსს. ეს არის დასავლეთი. ჩვენ ის ხო არა გვაქვს მაინც და მაინც რომ რაღაც შეყვარებულები ხო არა ვართ მაინც და მაინც ვინმეზე. ეს არის ფაქტი, რომ ფული დახარჯული რეალურად საქართველოში ინვესტირების მიმართულებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სხვა დახარჯული აქვს მხოლოდ დასავლეთს, ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს. და თუ ისინი გადიან თამაშიდან, ჩვენ ვაძევთ ფაქტობრივად მათ თამაშიდან და როგორც უკვე აღნიშნე ევროკავშირი ჩამოუწერეთ საერთოდ გლობალური პოლიტიკიდან, ასეთ დროს ნელ-ნელა ცენტრალური აზიას აკარგავს საქართველოს ინტერესს და ჩინეთიც. ალბათ ესე მე წარმოვიდგენია ეს და ჩვენი საუბრის ბოლოს მაინც მინდა დაუბრუნდეთ შეერთებულ შტატებს და საქართველოს მიმართ პოლიტიკის ფორმირების იმ ფაზას, რომელშიც ახლა ვართ. რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ამ პროცესში დადებითი დინამიკის შემოტანა? ფაქტორები პრინციპში ჩამოთვლილი არის ეს ადამიანი ჯიმ კარაფანო რომელმაც ისაუბრა ამ ინტერვიუში ფაქტორების მოვაყოლა და იმიტომ ვიძახით ჩვენ რომ სანდო არის ეს ადამიანი რომ ის არ განსხვავდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩამოთვლილი ფაქტორებისგან ეს ფაქტორები არის აი ამ კორიდორებში საქართველოს მონაწილეობა შავ ზღვის უსაფრთხოება და ჩინეთთან ურთიერთობის საკითხები ეხლა ჩინეთთან ურთიერთობა ალბათ მოგეხსენებათ რომ აი ბევრი პროპაგანდისტული არხები იძახიან რომ ჩინეთთან ეხლა ტრამპი ჩადის და ჩვენ რო გქონდეს ურთიერთობა რა დაშავდებაო ხო? სიამოვნებაში პრობლემა ჩვენი ჩინეთთან ურთიერთობის არის ის რომ ჩვენ არ უნდა გადავცეთ მათ სტრატეგიული ობიექტები. ჩვენ გვახსოვს ეს ყვადაღებული მოსაზრებები სტრატეგიულ ობიექტებზე რომ გადავოცით რუსებს მაგალითად ბევრი საუბარი არის ამაზე წარსულში, მაგრამ ეხლა როცა ჩინეთს გადაეცემა სტრატეგიული ობიექტები ქართული ოცნების მხრიდან ამაზე რატომღაც თვალს ხუჭავთ და მეტიც რაღაცნაირად ქებაადიდება მიმდინარეობს ჩინეთის მიმართულებით რომ ვითომ ის არის ალტერნატიული მოკავშირე საქართველოსთვის. ამ პროცესში როცა სტრატეგიული ობიექტები განსაკუთრებით ეს ანაკლის პორტის პროექტი აქვს მას გადაცემული, ეს ნაწილია მიუღებელი შეერთებული შტატებისთვის და არა ის რომ საქართველოს კონდეს ზოგადად ურთიერთობა ჩინეთთან და კონდეს მართლაც მრავალპოლუსიანი და არა ისე ერთპოლუსიანი და დასავლეთთან ურთიერთობის გაწყვეტას არ გულისხმობ. ნამდვილად მრავალპოლუსიანი ურთიერთობა როგორც აზიის ისე დასავლეთის ცენტრებთან. ასე რომ სანამ ეს არ მოხდება თავისთავად ცხადია, იქ აი ამ შემხედრ ნაბიჯებზე როგორც იტყოდნენ, მე მგონი ზედმეტი იქნება საუბარი. მადლობა ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელი გიორგი ლაბაძე. თბილისში ყოფნის დროს ხსტუმრობდა აქ ძირითადად თქვენ მაინც შტატებში რო ხართ, ამიტომაც ხართ საინტერესო ასე ვთქვათ. ამ თვალსაზრისით ალიანსის გეგმებზე მოგვიანებით გვექნება ალბათ საუბარი, როცა რაღაც სიახლეები იქნება. ეს განსაკუთრებით იმ მხრივ არის საინტერესო, რომ შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველებისათვის, საქართველოს მოქალაქეებისათვის აარჩევნო ხმის უფლება არ წართმეული და ეს საერთოდ რაზეც ისინი ძალიან განაცხადებულები არიან, მინდოთ თქვა. როგორ შეიძლება არ იყოს განაცხადებული ამასთან დაკავშირებით, რომ ამ განაცხადების მიღმა კიდევ რა შვებიან ეს გვაინტერესებს ერთმანეთის გულშემატკივრობიდან გამომდინარე. მადლობა უთხრა ჩვენს მაყურებელს, მე აქ დაგემშვიდობები, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა, შეხვდებით ერთმანეთს უკვე 4 შაბათს, თუმცა ხვალ სამშაბათს ელისო ჯარიაშვილი ძალიან საინტერესო გადაცემა გელით, მათ კვლავ აქვთ გარკვეული სიახლეები და შეიძლება ითქვას გარკვეული სიურპრიზის, რომლის ნაწილსაც უკვე ანონსიდანაც შეიტყობთ, რომელიც ჩვენს ეთერში უკვე არის განთავსებული. ნახვამდის, მადლობა რომ ჩვენთან ერთად